მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ამ ვიდეოში გავივლით JavaScript-ის კურსის მეოთხე უნიტის მესამე ქვეთავს. ვინც არ იცის და პირველად გვიყურებს, გეტყვით, რომ ჩვენ გავდივართ სხვადასხვა პროგრამული ენის კურსებს. ეს კურსები შეგიძლიათ იხილოთ YouTube არხზე ლევანი მასწი, აქ არის დასაკრავის სიები, შეგიძლიათ გადახვიდეთ დასაკრავის სიაში, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი, გაიაროთ, მთლიანად უყუროთ ყველა ვიდეოს და დაემატოთ კურსზე და პარალელურად თან გააკეთოთ სავარჯიშოები. ახლა შევდივართ JavaScript-ი ვიდეოები აი აქ. შევდივართ აი ამ სავარჯიშოში. ჩამოვდივართ ქვევით და მეოთხე უნიტის მესამე ქვეთავი. როგორც იცით, პირველი არის ვიდეო, შეგიძლიათ უყუროთ რა თქმა უნდა, შემდეგ არის კვიზი, შემდეგ არის უკვე დაწერილი კოდი, სადაც უნდა შეხვიდეთ და გაარჩიოთ ეს კოდი. ან დაუკვირდეთ თუ რა არის დაწერილი, როგორ არის დაწერილი და ასე შემდეგ. აი აქ არის მთელი კოდი. და რას აკეთებს ახლა ეს? როდესაც runs დავაწვევით, აქ გამოდის უბრალოდ ghost-ი random პოზიციაზე. ახლა როგორ აკეთებს ამას? ჩვენ ghost-ის დახატვა წინა სავარჯიშოებში გავლილი გვაქვს და აი აქ არის ზუსტად ghost-ის დახატვის ფუნქცია შექმნილი და შემდეგ უბრალოდ start ფუნქციაში set timer-ით draw ფუნქციას იძახებს ყოველ 50 მილიწამში. მოდი ახლა ეს სავარჯიშო დეტალურად ავხსნათ მაინც. ესე იგი, მწვანე ასოებით, რაც არის დაწერილი, ეს არის კომენტარი და უბრალოდ აღწერილი არის კომენტარის ქვევით რა კოდი წერია. აღწერილი არის ეს კომენტარში. Start ფუნქცია არის გამშვები ფუნქცია, ანუ საიდანაც უნდა დაიწყოს კოდმა მუშაობა. Set timer-ი არის ბრძანება, რომ გამოიძახოს draw ფუნქცია ყოველ 50 მილიწამში. თუ აქ რიცხვს შევცვლით, მაგ შემთხვევაში იმდენ მილიწამში, ან 500 თუ დავწერთ, ყოველ 500 მილიწამში გამოიძახებს draw ფუნქციას. ანუ ყოველ ნახევარ წამში, ხო? ახლა draw ფუნქცია რას აკეთებს? თვითონ draw ფუნქცია იძახებს draw ghost ფუნქციას და draw ghost ფუნქცია ქვევით არის შექმნილი. პარამეტრები აქვს უბრალოდ მითითებული. Randomizer next int in all-დან გეთვიცამდე, randomizer next int in all-დან გეთაითამდე და randomizer next color-ი. ესე იგი, ეს არის პოზიცია, ეს random პოზიცია არის. თუ რა პოზიციაზე დაიხატოს ghost-ი და ეს არის უბრალოდ random ფერი. ახლა გადავიდეთ draw ghost-ში და draw ghost-ი აი აქ არის ეს ფუნქცია შექმნილი და როგორც ხედავთ, პარამეტრები არის cx, cy და color მითითებული, ხო? დავაკენსელეთ, თორე გაჭედა. ესე იგი, x პოზიცია, სადაც აქ randoms უთითებს, randomizer-ით 0-დან გეთვიცამდე, ანუ ამ გვერდიდან აქამდე x პოზიცია და randomizer next int in all-დან გეთაითამდე, ანუ ზედა გვერდიდან ქვედა გვერდამდე random x და y პოზიციას იღებს და აი იმ პოზიციაზე იხატება random ფერის ghost-ი. ახლა თვითონ ghost-ი როგორ იხატება? აქ გვაქვს draw ghost-ი შექმნილი ფუნქცია პარამეტრებით როგორც გითხარით და პირველი გვაქვს draw circle ფუნქცია გამოძახებული. და draw circle ფუნქციაში გვაქვს პარამეტრები მითითებული head radius-ი, color-ი, cx და cy. ახლა head radius-ი უკვე ფიქსირებული რადიუსი არის, ანუ თავის რადიუსი ფიქსირებული არის. აქ გვაქვს შექმნილი head radius-ი, ანუ ფიქსირებული ცვლადი გვაქვს აქ ჩაწერილი პარამეტრად, ხოლო color-ი და cx და cy არის პარამეტრები აი აქ, რომელიც გადადის შემდეგ draw ghost-ში და აი აქ ეთითება ეს n-ი. ახლა draw circle რას აკეთებს? Draw circle არის ფუნქცია, რომელიც ხატავს ერთ წრეს. აი აქ რადიუსის მქონეს, color-ის, x-ის და y-ის პოზიციაზე. შემდეგ გადმოვედით ისე draw rect-ი. Draw rect-ი არის ფუნქცია, აი აქ თავისი პარამეტრებით, სიგრძე, სიგანე, ფერი და x და y კოორდინატები, ხო?
და აქ სიგრძეს იგანეს უთითებ body width და body height, რომელიც გლობალურ ცვლადებში უკვე ფიქსირებული გვაქვს, აქ body width და body height. და შემდეგ ფერი არის პარამეტრი color, იმიტომ რომ რა ფერის იქნება თავი ის ფერი უნდა იყოს ტანის და შემდეგ cx minus body width გაყოფილი 2-ზე და cy. ახლა რას ნიშნავს cx minus body width გაყოფილი 2-ზე? თუ body width არ გამოვაკლოთ 2-ზე და არ გამოვაკლოთ cx, მაგ შემთხვევაში აი ასეთი დაიხატება, ნახეთ? აი ასეთი. ანუ ეს მართკუთხედი რომ დაიხატება, ამ მართკუთხედის სიგრძის ნახევრით უნდა მოვწიოთ მარცხნივ. თუმცა ასეთი საინტერესო რაღაც ფიგურა გამოდის, ხო? Ctrl-Z-ით. ამ დავალებას ახლა კიდევ უფრო სიღრმისეულად თითოეული თვალი როგორ იხატება, თითოეული ფეხი როგორ იხატება, არ ჩავუყრმავდები, იმიტომ რომ წინა სავარჯიშოებში გავლილი გვაქვს ერთი გოსტის დახატვა და ამიტომ ვინც იმ სავარჯიშოებს მოყვებით, იმათთვის უკვე ზედმეტი იქნება კიდევ თავიდან ახსნა. თუ გაინტერესებთ როგორ იხატება ზოგადად გოსტი, აქ შემთხვევაში წინა სავარჯიშოები, მესამე იუნიტი, მეოთხე იუნიტი, მეორე, პირველი იუნიტები უნდა გაიაროთ. შემდეგ რა გვაქვს აქ? აქ ფეხებს ვქნით, ანუ დრაუ გოსტი ფაქტიურად ახლა რასაც ხსნის, წინა სავარჯიშოებში გვაქვს ახსნილი. აქ ფეხები იქმნება, სამი ფეხი იქმნება, შემდეგ აქ ისევ წრე იქმნება. ნუ ასე შემდეგ. აქ ახალი ამ დავალებაში არის set timer-ით ვიძახებ დრაუს ყოველ 500 მილიწამში და ზოგადად თავიდან 50 მილიწამში იყო გამოძახებული. ანუ თუ გვინდა რომ რაღაც ყოველ რამდენიმე ხანში მოხდეს, მაშინ წერთ set timers და რაც გვინდა რომ მოხდეს, იმ მოქმედებებს წერთ ფუნქციაში. ამ შემთხვევაში დრაუში გვიწერია ჩვენ გოსტის შექმნა. ყოველ 50 მილიწამში იქმნება გოსტი random პოზიციაზე და random ფერის. ამ სავარჯიშოში რამე ეგეთი განსაკუთრებული რთული არაფერი არ არის თუ წინა სავარჯიშოები გაქვთ გავლილი. კარგი, გადავიდეთ ახლა შემდეგ სავარჯიშოზე, ვნახოთ აქაც მსგავსი სავარჯიშო არის, ანუ უბრალოდ იხატება ფიფქები, set timer-ით ვიძახებ draw ფუნქციას ყოველ 50 მილიწამში, draw ფუნქცია გაგვაქვს შექმნილი, რომელიც fireworks იძახებს, fireworks-იც ფუნქცია არის და fireworks იძახებს random პოზიციაზე. და random ფერი ექნება ქვევით მითითებული. აი აქ თვითონ ფუნქციაში აქვს მითითებული var color udris randomizer next color და ანუ აქ fireworks მხოლოდ ორი პარამეტრი აქვს x და y. თუმცა როგორც წინა სავარჯიშოში ვქონდა, აქაც შეგვეძლო random ფერი მიგვეთითებინა და აი აქ პარამეტრად შემდეგ მიგვეთითებინა რაიმე random ფერი. თუმცა ასეც შეიძლება თვითონ ფუნქციაში ვქმნით ცვლადს. აქვე ვანიჭებთ ჩვენ random ფერს ამ ცვლადს და ყოველ fireworks-ის 50 მილიწამში, ანუ fireworks-ის გამოძახებისას color-იც random ფერს მიიღებს. ხოლო რაც შეეხება mass cosinus და mass sinus გამრავლებული ლენქზე, აი ეს უკვე მათემატიკაში, როდესაც გაივლით, არ ვიცი, მე 11 კლასში ისწავლება, აღარ მახსოვს ზუსტად, აი იმის მერე ძალიან მარტივად აღიქვამთ უკვე კოსინუს და სინუს თუ რას აკეთებს აქ ეს დეტალურად. კარგით, next გადავიდეთ ახლა შემდეგ სავარჯიშოში. აქ გვაქვს გასაკეთებელი, აი ასეთი წრეები. რა თქმა უნდა, set timer-ი გვინდა, მაგრამ სანამ set timer-ს დავიწყებდეთ, მანამდე უბრალოდ ერთი წრე უნდა შევქმნათ. წითელი, მე ერთი წრე შავი და ესე უნდა გავამეოროთ. კარგი, ვიწყებთ, ესე იგი, აუცილებლად set timer-ი გვინდა, set timer-ი. გავხსნათ ფრჩხილი და რაიმე სახელი უნდა დავარქვათ ჩვენს ფუნქციას, ხო? მოდი, წითელი და შავი ფერი უნდა დაიხატოს წრეები და მოდი დავარქვათ უბრალოდ red ქვედატირე black. ძიმე და ყოველ, არ ვიცი, რამდენ მილიწამში delay-ა გლობალურ ცვლადი უნდა გქონდეს ყოველ 40 მილიწამში. ანუ ეს შეგვიძლია ჩავაკოპიროთ აქ. ძალიან ძიმე. ახლა უნდა შევქმნათ ფუნქცია red black-ი, ანუ function
red black და აი აქ ახლა უნდა გამოვიძახოთ, მოდი ასე ვქნათ, გამოვიძახოთ უბრალოდ red ფუნქცია და red ფუნქცია შევქმნათ ცალკე, რომელიც ქმნის ერთ წრეს. ანუ გამოვიძახოთ red ფუნქცია წერტილზე და ქვევით function red-ი შევქმნათ. function red-ს თუ შევქმნით, ამ შემთხვევაში გვჭირდება აქ var მაგალითად circ უდრის new circ და რადიუსი უნდა იყოს 20, ხო? აი აქ Ctrl+C და ეს ჩავაფეისტეთ აქ, წერტილი მძიმე. შემდეგ circle წერტილი set color წერტილი red და შემდეგ circle წერტილი set position. ახლა რა უნდა იყოს ამის პოზიცია? ეს აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ და ამის პოზიცია უნდა იყოს, აი პირველი უნდა დაიხატოს აი აქ, ხო? და ესე იგი შეხედეთ ჩვენ რომ რადიუსი დავწეროთ Ctrl+C, Ctrl+V, მძიმე, Ctrl+V, წერტილი მძიმე და add circle. ამიტომ რომ რაღაც დაგანახოთ ახლა მძიმე. გავუშვათ აი აქ იხატება ახლა ყოველ 40 მილიწამში წრე. ანუ რადიუსის მანძილით მოვწიეთ მარჯვნივ ეს წრე და რადიუსის მანძილით ჩამოვწიეთ ქვევით ეს წრე. მაგრამ როდესაც ერთი წრე დაიხატება აქ x პოზიცია უნდა შევცვალოთ და გადმოვიტანოთ აქ, ხო? ამიტომ აქ რადიუსი რა თქმა უნდა პოზიციაში არ გამოგვადგება და გლობალური ცვლადები უნდა შევქმნათ, რომელშიც შევინახავთ წითელი წრის x და y პოზიციას. მაგალითად შეგვიძლია var რა დავარქვათ? მოდი red x-ი დავარქვათ უდრის რადიუს თავიდან, რა თქმა უნდა, და var red y-ი უდრის რადიუს თავიდან. და აქ ჩავწეროთ ახლა ჩვენ რადიუსს და რადიუსის მაგრად ჩავწეროთ red x-ი მძიმე და red y. და როდესაც ამას გავუშვებ რადიუსი დიდი ასოებით უნდა დამეწერა, იმიტომ რომ აქ გლობალურ ცვლადში დიდი ასოები გვაქვს შექმნილი, კი ბატონო, აი აქ დაიხატა. ახლა როდესაც ერთი წრე დაიხატება, შემდეგ ეს უნდა გადავიდეს მარჯვნივ, ხო? შემდეგ კიდე მარჯვნივ უნდა გადავიდეს. მარჯვნივ როგორ უნდა გადავიდეს? უნდა შეიცვალოს red x-ი. ახლა red x-ი სად უნდა შევცვალოთ? ეს უნდა განვსაზღვროთ. ახლა red x-ი უნდა შევცვალოთ red black-ში, ხო? ახლა red x-ი უდრის red x დამატებული, აი რა უნდა დავამატოთ? ახლა შეხედეთ, აქ ხომ არის red x-ი. შემდეგ აქ შავი უნდა დაიხატოს და შემდეგ კიდევ უნდა წავიდეს წინ. ანუ red x-ი უდრის red x დამატებული რამდენი რადიუსი? 1 რადიუსი, 2 რადიუსი, 3 რადიუსი და 4 რადიუსი. აი აქ რომ განვსაზღვროთ, აი red x არის ამ წერტილზე, ხო? აქედან აქამდე არის 1 რადიუსი, აქედან აქამდე არის 2 რადიუსი, აქედან აქამდე არის 3 რადიუსი და აქედან აქამდე არის 4 რადიუსი. ანუ red x უდრის red x დამატებული 4 გამრავლებული რადიუსზე დაკოპირებული მაქვს წერტილი მძიმე. ახლა რამს დავაჭიროთ და როგორც ხედავთ, აი ეს წითელი წრეები დაიხატა, მაგრამ ახლა ეს აქეთ მიდის და გრძელდება და გრძელდება. მოდი ახლა black-იც დავხატოთ უცებ და პირველი ხაზი დავამთავროთ. ესე იგი function black-ი შრილები წერტილი მძიმე, ისევ რა თქმა უნდა შეგვიძლია var circle უდრის და ამ ცვლად შეგვიძლია circle დავარქვათ და ამასაც circle ერქვას, იმიტომ რომ სხვადასხვა ფუნქციაში გვაქვს, მაგრამ თუ ერთ ფუნქციაში გვექნებოდა შექმნილი, მაშინ ცვლადების სახელები უნდა შეგვეცვალა. ესე იგი new circle და ესეც რადიუსის მქონე, რადიუსი წესით დაკოპირებული მაქვს. შემდეგ circle წერტილი set color იყოს black-ი, ხო? ანუ პრინციპში არც გვინდა ფერის მითითება. იმიტომ რომ თუ ფერს არ მეუთითებთ, ავტომატურად შავი იხატება. შემდეგ circle წერტილი set position. ახლა პოზიცია უნდა განვსაზღვროთ და ბოლოს add circle დავუწეროთ, ხო?
წერტილმძიმედს არ დაგვაუწყდეს. ახლა თუ აქ შევქმნით ჩვენ red-ის x და y პოზიციები, ასევე შევქმნათ ჩვენ black-ის x და var black y პოზიციები. ახლა რა უნდა იყოს x პოზიცია, პირველი x პოზიცია, ხო შეხედეთ? აი აქ არის ახლა x-ის 0-დან რამდენით არის მოშორებული? 1 რადიუსით, 2 რადიუსით, 3 რადიუსით. ესე იგი, აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ 3 გამრავლებული რადიუსზე. ხოლო y-ი ზედა წერტილიდან რადიუსის მანძილით არის დაშორებული. ანუ აქ პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია რადიუსი დავწეროთ და set position-ში აუცილებლად არ დაგავიწყდეთ black x-ის და black y-ის მითითება. black x-ი და black y. როდესაც runs დავაწვევით, ხო, აქ არ გვაქვს გამოძახებული black-ი, ესე იგი black-ი გამოვიძახეთ აქ, წერტილმძიმე, გავუშვით და რა უნდა? Circ დიდი ასოთის სად მაქვს ნაწილი ის. აი აქ პატარა აი უნდა runs დავაჭიროთ set position-ი 20 დიდი ასოთი გქონია დაწერილი, runs დავაჭიროთ და აი აქ დაიხატა 1. ახლა ამის პოზიციაც უნდა შეიცვალოს, ხო? ამიტომ აქ უნდა დავწეროთ ახლა ჩვენ red, უпростоრად black x-ის პოზიცია უდრის black x დამატებული, ანუ ამ პოზიციას უდრის ამ პოზიციას დამატებული რამდენი რადიუსი? 1 რადიუსი, 2 რადიუსი, 3 რადიუსი, 4 რადიუსი. ანუ ისე ამის მსგავსი უნდა დავამატოთ Ctrl+C და Ctrl+V. განვუშვათ და აი აქ ერთი ხაზი დაიხატა. მაგრამ ახლა ჩვენ რა უნდა დავწეროთ? როდესაც x-ი გადაცდება გეთვლის, x-ი უნდა გახდეს ისევ რადიუსის ტოლი, ხოლო y-ი უნდა გაიზარდოს. ამიტომ აქ უნდა დავწეროთ ახლა ჩვენ if პირობა. ახლა როგორ ვწერთ მაგას? ერთ if პირობას, ესე იგი if red x-ი მეტია თუ გადაცდა აი ამ get-width-ს, ხო? ანუ თუ მეტია get-width-ზე, ჭრილები გავხსნათ, გამოვედით აქეთ enter-ს დავჭერთ. მაგ შემთხვევაში red x-ი ისე უნდა დაუბრუნდეს საწყის პოზიციას, ანუ რადიუსის ტოლი უნდა გახდეს, ხო? იმიტომ რომ აქაც x პოზიცია რადიუსის ტოლია ყველგან. ამ დაყოლებას უბრალოდ y-ი იცვლება, ხო, ქვევით. ესე იგი red x-ი უდრის ისევ რადიუსს, ხოლო red y-ი უდრის რას? თუ აქ red y-ი იყო რადიუსის ტოლი, ქვევით რამდენი იქნება? აი ქვევით რომ ჩამოვიდეთ, ხოდი აქ ნახოთ. აქედან აქამდე არის 1 რადიუსი, აქედან აქამდე 2 რადიუსი, აქედან აქამდე 3 რადიუსი, ხო? ესე იგი red y-ი უდრის red y-ს დამატებული 1-2 რადიუსი. red y-ი უდრის red y-ს დამატებული 2 გამრავლებული რადიუსზე. runs დავაჭიროთ და აი როგორც ხედავთ, წითელი უკვე დაიხატა. იგივე გვინდა ახლა ჩვენ black-საც. და ბოლოში stop timer-ის უნდა დავწეროთ, რომ არ გაიბაგოს, ხო? ახლა ეს თუ არ დავაკენსელე, წარმოვიდგინეთ, რომ ქვევით გრძელდება და ცოტა ხანში ახლა ნახეთ მაუსმა უკვე გაჭედვაც დაიწყო, ხო? კარგი. ახლა გავაკეთოთ black x-ის პოზიციები შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ისევ if პირობა გვინდა, if black x-ი მეტია get-width-ზე, ანუ თუ გადაცდა get-width-ზე, მაგ შემთხვევაში გავხსენით ფრშხილი black x-ი აი ისევ ამის ტოლი გახდეს, black x-ი უდრის 3 გამრავლებული რადიუსზე, იმიტომ რომ აქედან აქამდე ისევ 3 რადიუსი არის და ჩავწეროთ აი აქ. ხოლო black y-ი
black y უდრის ქვევით უნდა ჩამოვიდეს, ხო? ანუ თუ ჩვენ black y-ს არ შევცვლით, მაშინ აი ამაზე დაიხატება, ამ ერთ ხაზზე. ამიტომ x-ი უნდა იყოს ისევ აქედან აქამდე იგივე მანძილით დაშორებული, ხოლო y-ი ზევიდან ქვევით აქ თუ რადიუსი იყო, აქ 3 რადიუსია, შემდეგ კიდე იზრდება. ესე იგი black y-ი უდრის black y-ს დამატებული რამდენი რადიუსი. აი აქედან აქამდე 1-ია, ხო და black y-ია. black y-ს უნდა დავამატოთ 1 რადიუსი და 2 რადიუსი. ანუ 2 გამრავლებული რადიუსზე. რანს დავაჭიროთ და როგორც ხედავთ, ეს უკვე გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ჩვენ გვინდა stop timer-ი, რომ როდესაც რანს დავაჭერ და ეს წრები აქ დაიხატება, ქვევით კიდე არ გააგრძელოს დახატვა და დროთა განმავლობაში მაუსმა არ დაიწყოს გაბაგვა. აი არ დავაპაუზებ ახლა და შეხედავთ თქვენ როგორ აი ნელ-ნელა უკვე როგორ იწყებს მაუსი სისარი გაჭედვას. კარგი, ახლა რას ვაკეთებთ? ახლა გვინდა stop timer-ი, რომ გაჩერდეს უბრალოდ მოქმედება და სად ვაკეთებთ მაგას? მაგას ვწერთ red black-ის თავზე. იმიტომ რომ red black-ს ჩვენ ვიძახებთ set timer-ში ყოველ delay მილიწამში, ანუ ყოველ 40 მილიწამში ერთხელ და ყოველ 40 მილიწამში შეეკითხება თუ გადაცდა x და y პოზიციები get heights, მაგ შემთხვევაში დავასტოპოთ stop timer-ი დავწეროთ. ახლა როგორ წერთ მაგას? აი აქ, ესე იგი if red y მეტია, ესე იგი თუ წითელი ბურთის y პოზიცია გადაცდა აი get heights, ანუ ქვევით მივიღეთ უკვე აი ეს პოზიცია, მაგ შემთხვევაში stop timer-ი, ანუ თუ red y მეტია get heights-ზე, მაგ შემთხვევაში stop timer და თვითონ ეს ფუნქცია გამოვიძახოთ, ხო? red black-ი გაჩერდეს. წერტილი მძიმე. რანს დავაჭიროთ, წავიდა და ახლა თქვენ ვერაფერს ვერ შეატყობთ, მაგრამ აი აქ, როდესაც გადავიდა, გაჩერდა ეს stop timer-ი. Submit continuous დავაჭიროთ, წესით უნდა ჩაგვითვალოს, ხო? აქ წერტილი მძიმეები, ესე 25, 29, 34. ავასად გვეკლია 25, 29 და 34. აი აქ. Submit continuous დავაჭიროთ, ჩაგვითვალა ეს სავარჯიშო და გადავიდეთ უკვე შემდეგ ქვეთავზე.